40,000 წელი. ეს არის დრო, რომელიც აშორებს ჰაძაბეს ბავშვს პლანეტის ნებისმიერი სხვა ბავშვისგან. სანამ ბიჭები მთელ მსოფლიოში სკოლებისთვის და ეკრანებისთვის იღვიძებენ, 6 ან 7 წლის ბავშვები ტანზანიაში მზის ამოსვლამდე იღვიძებენ, რათა აფრიკული სავანის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველს მიჰყვნენ. მაჩუს ღარბს. ჯავშნიან მღრღნელს 35 სანტიმეტრიანი ეკლებით, რომლებსაც ლომის გულის გახვრეტა შეუძლიათ. და ეს ბავშვები მას ეძებენ შავი მამბებით სავსე სოროებში. თუ გატაცებული ხართ ველური ბუნებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, არ დატოვოთ ეს ვიდეო. ასწავლეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ საიდან უყურებთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ თამაშზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ სიმბოლურ რიტუალზე. ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ, უხეშ გადარჩენაზე, უსაფრთხოების ბადის გარეშე. ჰაძაბეები პლანეტის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამდვილი მონადირე შემგროვებელი ტომია. დარჩენილია 1200-სა და 1300 ადამიანს შორის. მათგან მხოლოდ 300-დან 350-მდე ცხოვრობს ექსკლუზიურად იმით, რასაც მიწას თავაზობს. დანარჩენები ცივილიზაციის მიჯნაზე აღმოჩნდნენ, იძულებულნი გახდნენ ფერმებში სამუშაო ეძებნათ ან ტურისტები გაერთოთ იმ ცხოვრების დემონსტრირებით, რომლითაც სრულფასოვნად ვეღარ ცხოვრობენ. მაგრამ ეიასის ტბის ყველაზე შორეულ რაიონებში, ჩრდილოეთ ტანზანიაში, საათი არასდროს გაჩერებულა. იქ ბავშვები ჯერ კიდევ სწავლობენ ცეცხლის დანთებას, სანამ კითხვას ისწავლიან. იქ ცხოველის კვალის მიყოლის უნარი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ნებისმიერი დიპლომი. იქ 3 წლის ბიჭს უკვე უჭირავს სპეციალურად მისი ხელებისთვის დამზადებული პატარა მშვილდი, ხოლო 7 წლის ასაკში ის უკვე მონაწილეობს ნადირობაში, რომელიც მთელ ოჯახებს კვებავს. ეიასის ტბა იკავებს დიდ რიფტულ ხეობაში არსებულ დეპრესიას, რომელიც დაახლოებით 1050 კვადრატულ კილომეტრს ფარავს, როდესაც წვიმები უხვია. ის მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1040 მეტრის სიმაღლეზე, გარშემორტყმული ვულკანური ფერდობებით, რომლებიც ბუნებრივი კედლებივითაა აღმართული. მშრალი სეზონის განმავლობაში ტბა იმდენად პატარავდება, რომ მისი ფეხით გადაკვეთაა შესაძლებელი. წვიმების დროს ბეჰემოთები მოდიან მის მლაშე წყლებში გასაგრილებლად, ხოლო ფლამინგოები ზედაპირს ვარდისფრად ფარავენ. სწორედ ამ უკიდურესი კონტრასტების ლანდშაფტში შექმნეს ჰაძაბეებმა თავიანთი არსებობა. მათი ტრადიციული მიწები ოლდუაის ხეობიდან სულ რაღაც 50 კილომეტრითაა დაშორებული, ადგილი, რომელსაც მეცნიერები კაცობრიობის აკვანს უწოდებენ იქნაპოვნი ჰომინიდების ნამარხების რაოდენობის გამო. სიახლოვე შემთხვევითი არ არის. ჰაძაბეები შეიძლება იყვნენ იმ პირველი ადამიანების პირდაპირ შთამომავლები, რომლებიც მილიონობით წლის წინ ამ სავანებში დადიოდნენ. მათ გენეტიკას არ აქვს ახლო ნათესაობა პლანეტის არც ერთ სხვა ხალხთან. მათი ენა, ჰაძანე, არის ლინგვისტური იზოლატის, სავსე დაწკაპუნებითი ბგერებით, რომელიც არ უკავშირდება არც ერთ სხვა ცნობილ ენას. დაფიქრდით ამის მასშტაბებზე. ადამიანის საგვარეულო ხაზი, რომელიც არსებითად უცვლელი დარჩა მაშინ, როცა იმპერიები იბადებოდნენ და იშლებოდნენ, როცა რელიგიები ვრცელდებოდნენ კონტინენტებზე, როცა ინდუსტრიული რევოლუცია ცვლიდა მსოფლიოს. ჰაძაბეებმა განაგრძეს იმის კეთება, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ. ნადირობა, შეგროვება, გადარჩენა. თავი პირველი, უხილავზე ნადირობის ხელოვნება ჰაძაბე მონადირის დღე-განთიადზე ადრე იწყება. მაღვიძარა არ არსებობს. სხეულმა უბრალოდ იცის. დიუკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაძაბეებს ღამით საშუალოდ 9 საათის წინავთ, წვებიან დაახლოებით 32 საათზე და იღვიძებენ დილის 7 საათზე. მაგრამ მონადირეები უფრო ადრე იღვიძებენ. ახალი კვალის პოვნის საუკეთესო დროა, როდესაც ცვარი ჯერ კიდევ ამჩნევს მიწას და ღამის ცხოველები თავიანთ სოროებში ბრუნდებიან. ყველაზე დაფასებულ ცხოველებს შორის არის აფრიკული ქოჩორა მაჩვზღარბი. მღრღნელი, რომელიც შეიძლება იწონიდეს 13 და 27 კილოგრამს შორის, სხეულის სიგრძით 60-დან 93 სანტიმეტრამდე. წარმოსადგენად, წარმოიდგინეთ საშუალო ზომის ძაღლი, ოღონდ დაფარული ეკლების ჯავშნით, რომელთა სიგრძე 35 სანტიმეტრს აღწევს. ეს ეკლები წვერში ღრუა და მონიშნულია შავი და თეთრი მონაცვლეობითი ზოლებით. როდესაც ცხოველი საფრთხეს გრძნობს, ის ამ ქოჩორს შლის, რაც მას ორჯერ უფრო დიდს აჩენს. თუ მტაცებელი არ ნებდება, მაჩვზღარბი ზურგით ტრიალდება და უკან მიიწევს, ცდილობს თავდამსხმელის სახეში მოკლე და სქელი ეკლები ჩაასოს. როგორ უმკლავდება ამას ბავშვი? პასუხი ათასობით წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნაშია. ჰაძაბეები მაჩვზღარბს ღია მინდორზე არ ესხმიან თავს. ისინი მას საკუთარ სახლში იმწყდებენ. აფრიკული მაჩვზღარბი ღამის ცხოველია, რომელიც დღეს მიწისქვეშა გვირაბების სისტემებში ძილში ატარებს.
ამ სოროების სიღრმე შეიძლება 3 მეტრამდე იყოს და ჰქონდეს მრავალი გასასვლელი. ცხოველი ამჯობინებს სხვა ცხოველების, მაგალითად მიწის ღორის მიერ გათხრილი სოროების მითვისებას და შემდეგ მათ გაფართოებას საკუთარი გამოყენებისთვის. სწორედ ამ სოროებში ატარებენ ჰაძაბეები თავიანთ ყველაზე სარისკო ნადირობას. პროცესი იწყება კვალის ძიებით. მონადირეები მცენარეულობაზე სპეციფიკურ ნიშნებს ეძებენ. დამახასიათებელი ნაკვალევი უკანა თათებზე 5 თითით. კლანჭების კვალი მიწაზე. მცირე კაფსულების ფორმის განავალი. კარგად გამოკვეთილი ბილიკები, რომლებსაც მაჩვზღარბი არაერთხელ იყენებს კვების ადგილებამდე მისასვლელად და დასაბრუნებლად. როდესაც აქტიურ სოროს პოულობენ, ნამდვილი სამუშაო იწყება. დააკვირდით, რა ხდება შემდეგ. ზრდასრული ან უფრო გამოცდილი მოზარდი უახლოვდება მთავარ შესასვლელს და იწყებს თხრას ხელებითა და ხის ჯოხებით. მიზანი ცხოველამდე დაუყოვნებლივ მიღწევა არ არის. ეს არის მისი იძულება, გაამჟღავნოს თავისი პოზიცია გვირაბების სისტემაში. ამავდროულად ჯგუფის სხვა წევრები დამატებით შესასვლელებს აკონტროლებენ. თუ მაჩვზღარბი ალტერნატიული გასასვლელით გაქცევას შეეცდება, მას ისრებით ან ჯოხის დარტყმებით დახვდებიან. ბავშვები ასაკის მიხედვით სხვადასხვანაირად მონაწილეობენ. ყველაზე პატარები 3-დან 5 წლამდე უსაფრთხო მანძილიდან აკვირდებიან, ითვისებენ თითოეულ მოძრაობას, თითოეულ გადაწყვეტილებას, თითოეულ ტექნიკას. არ არსებობს ფორმალური სწავლება. არ არსებობს მომენტი, როდესაც მამა დასვამს შვილს და ნადირობის თეორიას აუხსნის. სწავლა ხდება დაკვირვებით და თანდათანობითი მონაწილეობით. კვლევარები ამას სწავლებას ჩაძირვით უწოდებენ და კვლევები აჩვენებს, რომ ჰაძაბე ბავშვები ძირითადად ერთმანეთისგან სწავლობენ და არა უფროსებისგან. 6 ან 7 წლის ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ დაიკავონ პოზიციები მეორეხარისხოვან შესასვლელებთან. ისინი სხედან აბსოლუტურ სიჩუმეში, თავიანთი პატარა მშვილდებით მზადყოფნაში. ეს დავალება მოითხოვს უკიდურესი მოთმინებისა და სწრაფი რეფლექსების კომბინაციას. მაჩვზღარბს შეიძლება საათები დასჭირდეს გაქცევის გადაწყვეტილების მისაღებად, ან შეიძლება მოულოდნელად გამოვარდეს სასოწარკვეთილი სირბილით. ახლა წარმოიდგინეთ ამ სიტუაციის რეალური საფრთხე. ტანზანიაში მაჩვზღარბის სოროებში მხოლოდ მაჩვზღარბები არ ბინადრობენ. შავი მამბები, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი, ხშირად იყენებენ გვირაბების ამავე სისტემებს თავშესაფრად. მათ შხამს შეუძლია ზრდასრული ადამიანის მოკლა 1 საათზე ნაკლებ დროში, თუ მკურნალობა არ ჩატარდა. ჰაძაბეების მიწებზე კი საავადმყოფო არ არის. არ არსებობს ანტიდოტი ფეხით სავალ მანძილზე. ნაკბენი თითქმის გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. გველების გარდა სოროები სავსეა ტკიპებითა და რწყილებით. ამ პარაზიტების მიერ გადატანილი დაავადებები მუდმივი საფრთხეა. თავად მაჩვზღარბის ეკლებმა კი, თუ კანში შეაღწია, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები. წვერები დაფარულია მიკროსკოპული ქერცლებით, რომლებიც ნემსკავებივით მოქმედებს, რაც მათ ამოღებას უკიდურესად მტკივნეულს და რთულს ხდის. რატომ რისკავენ ჰაძაბეები თავიანთ ბავშვებს ამ ნადირობისას? იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არსებობს. მაჩვზღარბის ხორცი ცილის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო წყარო ამშრალი სეზონის განმავლობაში, როდესაც დიდი ცხოველები იშვიათი ხდება და მცენარეულობა ჩქნება. ცხოველი იძლევა 5-დან 15 კილოგრამამდე საკვებ ხორცს, რაც საკმარისია 20-დან 30 ადამიანისგან შემდგარი მთელი ბანაკის გამოსაკვებად 1 ჭამისთვის. და რაც მთავარია, ბავშვისთვის ნადირობის სწავლება არ არის არჩევანი. ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან გადარჩენა შეძლოს, როდესაც ზრდასრული გახდება. ჰაძაბეების მიერ გამოყენებული მშვილდები საინჟინრო ხელოვნების ნიმუშებია, რომლებიც 1000 წლეულების განმავლობაში ექსპერიმენტებით დაიხვეწა. ისინი ირჩევენ ხეს სპეციფიკური ხიდან, რომელსაც მიუთეთქო ჰქვია, და თითოეულ მშვილდს ხელით აძლევენ ფორმას, სანამ მისი სიმრუდე ზუსტად არ შეესაბამება მშვილდოსნის მკლავის სიგრძეს. ისრები კიდევ უფრო დახვეწილია. წვერი ჩვეულებრივ ლითონისაა, რომელიც მიიღება მეზობელ დეითოგასტომთან გაცვლის გზით, რომლებიც ტრადიციული მჭედლები არიან. მაგრამ ნამდვილი საიდუმლო შხამშია. ჰაძაბეები ამზადებენ შავ და წებოვან პასტას მცენარის წვენის ადუღებით, რომელსაც ედინია ბოჰმიანამ ჰქვია, ხალხში ცნობილია როგორც უდაბნოს ვარდი. ეს ტოქსინი, როდესაც ცხოველის სისხლში ხვდება, რამდენიმე საათის განმავლობაში იწვევს თანდათანობით დამბლას. მონადირეები შხამის სიმძლავრეს ნადავლის სისხლის წვეთების გასინჯვით ამოწმებენ. თუ გემო მწარეა და ენას წვავს, შხამი საკმარისად ძლიერია. ბავშვები ამ შხამის მომზადებას უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ.
სწავლობენ, რომელი მცენარეები გამოიყენონ, რამდენ ხანს ადუღონ, როგორ წაუსვან ისრის წვერზე საჭირო რაოდენობა. ამ პროცესში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტური ისარი, რომელიც მხოლოდ განარისხებს ნადავლს, ან გადაჭარბებული დოზა, რომელიც დააბინძურებს ხორცს და მას სახიფათოს გახდის მოხმარებისთვის. მაჩვს ღარბზე ნადირობა იშვიათად სრულდება სწრაფად. ამას შეიძლება დასჭირდეს საათობით მოთმინებით თხრა, შეზავებული აბსოლუტური დაძაბულობის მომენტებით, როდესაც ცხოველი მოძრაობას გადაწყვეტს. როდესაც საბოლოოდ მაჩვს ღარბი გვირაბის ჩიხში აღმოჩნდება, ყველაზე გამოცდილმა მონადირემ გადამწყვეტი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გამოიყენოს გრძელი შუბი მის მოსაკლავად უსაფრთხო მანძილი და ხორცის დაზიანების რისკის ფასად, თუ მიუახლოვდეს საკმარისად ახლოს ზუსტი დარტყმისთვის, ცხოველის თავდაცვითი შეტევის რისკის ფასად. ლომებიც კი მომკვდარან მაჩვს ღარბის ეკლებით გახვრეტილნი. ლეოპარდები, აფთრები. სამეცნიერო ჩანაწერებში დოკუმენტირებულია შემთხვევები, როდესაც ადამიანები დაიღუპნენ ინფექციებით, რომლებიც გამოწვეული იყო სასიცოცხლო ორგანოებში შეღწეული ეკლებით. თითოეული ნადირობა არის რისკის გათვლა, რომელსაც ეს ბავშვები ინსტინქტურად სწავლობენ, ისე რომ ალბათობის ან სტატისტიკის შესახებ არაფერი სმენიათ. როდესაც ნადირობა წარმატებულია, რაღაც არაჩვეულებრივი ხდება. სიჩუმე. ერთი წამით ყველა ჩერდება. საფრთხემ ჩაიარა. საკვები გარანტირებულია. შემდეგ ჯგუფი ერთად მუშაობს ცხოველის სოროდან გამოსაყვანად, ეკლების ფრთხილად მოსაცილებლად და ბანაკში ტრანსპორტირების მოსამზადებლად. თუ ცხოველი ძალიან მძიმეა სატარებლად, მთელი ბანაკი გადადის ნადირობის ადგილზე. ჰაძაბეები მომთაბარეები არიან. მათი სახლები ტოტებისა და ბუჩქებისგან აგებული დროებითი სტრუქტურებია, რომლებიც შეიძლება რამდენიმე საათში აშენდეს და სინანულის გარეშე მიიტოვონ. ხორცი არასოდეს ეკუთვნის იმ მონადირეს, რომელმაც საბოლოო დარტყმა მიაყენა. ის ყველას ეკუთვნის. ეს არის ჰაძაბეების საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც არც ერთ ბავშვს არ სჭირდება ფორმალურად ასწავლონ, რადგან ის არის ყოველ ჭამაში, ყოველ განაწილებაში, თემური ცხოვრების ყოველ მომენტში. სიხარბე ჰაძაბეებში არ არსებობს. ჰაძანე ენაზე არ არსებობს სიტყვა საკვების ინდივიდუალური ფლობისთვის. საკვები მოიპოვება, საკვები ნაწილდება, საკვები ქრება და ხვალ ციკლი თავიდან იწყება. თავი მეორე, თავისუფლების ფასი ჰაძაბე ბავშვის ცხოვრება თავად ჰაძაბეების მიერ არ არის რომანტიზებული. ისინი საკუთარ თავს იდილიური წარსულის მცველებად არ თვლიან. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ ერთადერთი გზით, რომელიც იციან და რომლის გაგრძელებასაც ირჩევენ. მაგრამ ციფრები ყვებიან ისტორიას, რომელიც უნდა მოვისმინოთ. ჰაძაბეებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელია. ეს არ ნიშნავს, რომ ზრდასრულები 40 წლის ასაკში კვდებიან. ეს ნიშნავს, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა დამანგრევლად მაღალია, რაც საშუალო მაჩვენებელს დაბლას წევს. ბავშვები კვდებიან დაავადებებით, რომლებიც ნებისმიერ საავადმყოფოში ადვილად განკურნებადი იქნებოდა. კვდებიან ნადირობისას მომხდარი უბედური შემთხვევებით. კვდებიან შიმშილით განსაკუთრებით რთულ წლებში. ისინი, ვინც ზრდასრულ ასაკამდე აღწევენ, ხშირად დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ, არაჩვეულებრივად მდგრადი იმუნური სისტემით და პრაქტიკულად არ აწუხებთ თანამედროვე ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე ან გულსისხლძარღვთა დაავადებები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჰაძაბეების ნაწლავის მიკრობიოტა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ადამიანთა პოპულაციებში. ეს ბაქტერიული მრავალფეროვნება, რომელიც ჩამოყალიბებულია სრულიად ველური დიეტით და ბუნებრივ გარემოსთან მუდმივი კონტაქტით, სთავაზობს დაცვას ანთებებისა და აუტოიმუნური დაავადებებისგან, რომლებიც აწუხებთ ინდუსტრიულ საზოგადოებებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაძაბეების მსგავსი დიეტის მხოლოდ 3 დღის განმავლობაში დაცვამ შეიძლება გაზარდოს ნაწლავის ბაქტერიული მრავალფეროვნება 20%-ით. მაგრამ ეს სამეცნიერო ცოდნა არ იცავს ჰაძაბეებს ყველაზე მუდმივი საფრთხისგან, რომლის წინაშეც დგანან. ტერიტორიის დაკარგვისგან. ბოლო 50 წლის განმავლობაში ჰაძაბეებმა დაკარგეს თავიანთი წინაპრების მიწების 90%-მდე. ევაკუის ფერმერები ჩრდილოეთიდან დაწინაურდნენ, ნადირობის ადგილები ხახვის პლანტაციებად აქციეს. მენგლას რეგიონი აღმოსავლეთ აფრიკის ხახვის წარმოების მთავარ ცენტრად იქცა, მაგრამ ეს აგრარული პროგრესი იმ სავანის ხარჯზე მოვიდა, რომელიც ჰაძაბეებს კვებავდა. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დეთიოგამწყამსებმა მოიყვანეს თავიანთი თხებისა და საქონლის ნახირები, გაანადგურეს მკვიდრი მცენარეულობა საძოვრების შესაქმნელად, დააშრეს პატარა წყალსაცავები, რომლებსაც ჰაძაბეები იყენებდნენ და ველურ ცხოველებზე ნადირობდნენ მათ ადგილობრივ გადაშენებამდე.
ის, რაც ჰაძაბეებს დარჩათ, მათი ორიგინალური ტერიტორიის ფრაგმენტებია. სავანის პატარა კუნძულები, გარშემორტყმული ფერმებითა და სოფლებით. ყოველწლიურად ეს კუნძულები სულ უფრო პატარავდება. ყოველწლიურად ზეწოლა ტრადიციული ცხოვრების წესის მიტოვებაზე იზრდება. დაფიქრდით ამ სიტუაციის ირონიაზე. ჰაძაბეები ამავე რეგიონში ცხოვრობენ სულ მცირე 10,000 წელია, შესაძლოა ბევრად მეტიც. მათ არასდროს აუშენებიათ ღობეები. არასდროს გამოუცხადებიათ საკუთრება. არასდროს მოუწერიათ ხელი დოკუმენტებზე. ახლა კი მათ საკუთარ მიწაზე დამპყრობლებად ეპყრობიან, რადგან არ აქვთ საბუთები, რომლებიც დაადასტურებდა იმას, რაც აშკარა უნდა იყოს ნებისმიერი პატიოსანი დამკვირვებლისთვის. ტანზანიის მთავრობამ სამჯერ სცადა ჰაძაბეების იძულებითი დასახლება მუდმივ სოფლებში და სოფლის მეურნეობის დანერგვა. პირველი მცდელობა იყო 1927 წელს, ბრიტანული კოლონიური მმართველობის დროს. მეორე 1939 წელს. ორივე ჩაიშალა. ჰაძაბეები უბრალოდ ელოდნენ, სანამ მთავრობის მიერ მიწოდებული მარაგი ამოიწურებოდა და შემდეგ სავანაში ბრუნდებოდნენ. მესამე მცდელობა ყველაზე სასტიკი იყო. 1965 წელს უკვე დამოუკიდებელი ტანზანიის მთავრობის დროს ჰაძაბეები შეიარაღებული ბადრაგით შეკრიბეს და აიძულეს ეცხოვრათ დასახლებაში, სადაც მისიონერებს სკოლა და საავადმყოფო აეშენებინათ. მიზანი მათი ცივილიზება იყო. შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. ცხოვრებაში პირველად მცირე სივრცეში გამოკეტილებს, საერთო რესპირატორული დაავადებების მიმართ იმუნიტეტის გარეშე, ჰაძაბეებს წითელას და ფილტვის ინფექციების ეპიდემიები დაატყდათ თავს. ბევრი დაიღუპა, განსაკუთრებით ბავშვები. გადარჩენილები სავანაში გაიქცნენ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ. დასახლება მიტოვებულ იქნა. ამ გამოცდილებამ ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმა იარები დატოვა. მას შემდეგ დიდი მასშტაბის მცდელობა იძულებითი დასახლებისთვის აღარ ყოფილა. მაგრამ ზეწოლა სხვა ფორმებით გრძელდება. ჰაძაბეების მიწები დასავლეთში კერძო სანადირო ნაკრძალად იქცა, სადაც ჰაძაბეებს ოფიციალურად ეკრძალებათ ნადირობა. მისიონერული სკოლები კვლავ ცდილობენ ბავშვების მიზიდვას განათლების დაპირებით, აშორებენ მათ ოჯახებს თვეობით ან წლობით. ჰაძანე ენა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ჯერ კიდევ ბუნებრივად ასწავლიან, იუნესკოს მიერ კლასიფიცირებულია როგორც მოწყვლადი, რადგან მისი გამოყენება სულ უფრო მეტად შემოიფარგლება საშინაო გარემოთი. და მაინც ჰაძაბეები ძლებენ. 300 ადამიანი კვლავ იღუძებს მზის ამოსვლამდე სანადიროდ. კვლავ ამზადებენ მშვილდებს მიუთეთქოს ხისგან. კვლავ ამზადებენ შხამს ედინიემდისგან. კვლავ ასწავლიან თავიანთ ბავშვებს მაჩვზღარბების კვალის მიყოლას, საკვები მცენარეების ამოცნობას, ხის ჯოხების ხახუნით ცეცხლის დანთებას. კვლავ თანაბრად ინაწილებენ ხორცის თითოეულ ნაჭერს ბანაკის ყველა ოჯახს შორის. ეფიმ ცეკვა კვლავ იმართება ახალი მთვარის ღამეებში. მამაკაცები წარსული ნადირობის სცენებს წარმოადგენენ მოძრაობებით, რომლებიც ისტორიებს უსიტყვოდ ხვებიან. ქალები მონაწილეობენ შემავსებელი როლებით და მთელი საზოგადოება აძლიერებს კავშირებს, რომლებიც მათ აერთიანებს. მეითოკო ცერემონია კვლავ აღნიშნავს გოგონების სიმწიფეში გადასვლას. უხუცესები კვლავ ხვებიან ისტორიებს ცეცხლის გარშემო ჰაძაბეების ისტორიის 4 ეპოქის შესახებ, დროის დასაწყისის ბანჯგვლიანი გიგანტებიდან დღევანდელ ხალხამდე. ჰაძაბე ბავშვებისთვის არ არსებობს განსხვავება თამაშსა და სწავლას, სამუშაოსა და ცხოვრებას შორის. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ბიჭები ხშირად აშენებენ პატარა ბანაკებს უფროსების ბანაკების გვერდით, სადაც ბაძავენ ყველა იმ საქმიანობას, რასაც უფროსები აკეთებენ. ისინი ნადირობენ პეპლებზე თავიანთი პატარა მშვილდებით და გადასცემენ მათ გოგონებს, რომლებიც თითქოს მათ წარმოსახვით კოცონებზე ამზადებენ. ეს სათამაშო საკვები შემდეგ ნაწილდება ზუსტად იმავე წესების დაცვით, რასაც უფროსები იყენებენ. გაუცნობიერებლად, ბავშვები თავიანთი კულტურის ფუნდამენტურ ღირებულებებს ითვისებენ. გულუხვობას, თანამშრომლობას, მოთმინებას, გარემოს დეტალებისადმი ყურადღებას. მიწის კითხვის უნარს ისე როგორც სხვები წიგნებს კითხულობენ. ჰაძაბეებს არ სჯერათ, რომ უფროსებმა უნდა უკარნახონ ბავშვებს, რა გააკეთონ. მკვლევარებმა, რომლებიც მათ ბავშვის აღზრდის პრაქტიკას სწავლობდნენ, აღმოაჩინეს, რომ ჰაძაბე მშობლები ბავშვებს საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებელ პირებად თვლიან. მათ სჯერათ, რომ ზედმეტი ჩარევა შეიძლება ხელს უშლიდეს ბავშვს სხვა თანაბრად მნიშვნელოვანი უნარების შესწავლაში. ეს ავტონომია არ ნიშნავს უგულებელყოფას. მშობლებმა ყოველთვის იციან, სად არიან მათი ბავშვები და რას აკეთებენ.
მაგრამ ისინი იშვიათად ერევიან, თუ რეალური საფრთხე არ არსებობს. შედეგი არის ბავშვობა, რომელიც უცნაურად მოეჩვენებოდა დასავლელ დამკვირვებლებს. 2 წლის ბავშვები, რომლებიც კოცონებთან თამაშობენ მუდმივი ზედამხედველობის გარეშე. 5 წლის ბავშვები, რომლებიც ბასრდანებს ხმარობენ საკვების მომზადებაში დასახმარებლად. 7 წლის ბავშვები, რომლებიც მონაწილეობენ მაჩვზღარბებზე პოტენციურად სასიკვდილო ნადირობაში. და მაინც კვლევები აჩვენებს, რომ ეს მიდგომა აყალიბებს არაჩვეულებრივად კომპეტენტურ, მოქნილ და პრობლემების კოლექტიურად გადაჭრის უნარის მქონე ზრდასრულებს. შესაძლოა არსებობს რაღაც, რაც თანამედროვე სამყარომ დაივიწყა და რაც ჰაძაბეებს არასდროს დაუკარგავთ. ჰაძაბეების დიეტა მკვეთრად იცვლება სეზონების მიხედვით. მშრალი სეზონის განმავლობაში, მაისიდან ოქტომბრამდე, ნადირობა უფრო პროდუქტიული ხდება, რადგან მწირი მცენარეულობა ცხოველებს წყლის რამდენიმე დარჩენილი წყაროს გარშემო აკონცენტრირებს. მაჩვზღარბები, პავიანები, დიკ-დიკები, დამანები, მანგუსტები და ხანდახან უფრო დიდი ნადავლი, როგორიცაა ზებრები და იმპალები, უზრუნველყოფენ საჭირო ცილას. შინაგანი ორგანოები, განსაკუთრებით ღვიძლი და გული, დაუყოვნებლივ იწვება და მონადირეების მიერ მოიხმარება, როგორც ჯილდო ძალისხმევისთვის და როგორც საკვები ნივთიერებების კონცენტრირებული წყარო. წვიმიანი სეზონის განმავლობაში, ნოემბრიდან აპრილამდე, დიეტა იცვლება ხილით, კენკრით და თაფლით. თაფლი შესაძლოა ჰაძაბეებისთვის ყველაზე დაფასებული საკვებია, რომელიც ხორცსაც კი უსწრებს უპირატესობით. მათ იციან ველური ფუტკრი 7 განსხვავებული სახეობა და ზუსტად იციან, სად და როდის აწარმოებს თითოეული მათგანი თაფლს. ბიჭები თაფლის შეგროვებას 5 ან 6 წლის ასაკში იწყებენ, ადიან გიგანტურ ბაობაბებზე, რათა მიაღწიონ სკეპს, რომლებიც შეიძლება მიწიდან ათეულობით მეტრის სიმაღლეზე იყოს. ბაობაბები ცენტრალურია ჰაძაბეების არსებობისთვის. ეს მონუმენტური ხეები ზოგიერთი ათასობით წლის იძლევათ ვიტამინით მდიდარ ნაყოფს, ნოყიერ თესლს და თავშესაფარს სკებისთვის, რომლებიც ასე სასურველ თაფლს აწარმოებენ. ჰაძაბეები არასდროს ჭრიან ცოცხალ ბაობაბებს. არასდროს ჭრიან არცერთ ცოცხალ ხეს. მათი ურთიერთობა ტყესთან არის ურთიერთგაცვლა და არა ექსპლუატაცია. ამიტომ ეიასის ტბის გარშემო სავანები რჩება ჯანსაღი და ბიომრავალფეროვანი, მაშინაც კი, როდესაც ტყეები მთელ მსოფლიოში ქრება. ჰაძაბე ქალები სპეციალიზებული შემგროვებლები არიან, რომლებიც 50-ზე მეტ სხვადასხვა საკვებ მცენარეს იცნობენ. მაგარი ხისგან დამზადებული სათხრელი ჯოხების გამოყენებით, ისინი პოულობენ 50 სანტიმეტრამდე სიღრმეზე დამარხულ ტუბერებს. პროცესი ზუსტ ცოდნას მოითხოვს. ისინი სწორ მცენარეებს ზედაპირზე არსებული ფოთლებით ან ვაზით ადგენენ, შემდეგ მიწაზე აკაკუნებენ და უსმენენ ყრუხმას, რომელიც მიუთითებს ქვემოთ ტუბერის არსებობაზე. ტუბერის ამოღება მისი გატეხვის გარეშე დახვეწილ ტექნიკას მოითხოვს, რადგან გატეხილი ტუბერი გაფუჭებულ საკვებს ნიშნავს. შეგროვების ეს უნარები უზრუნველყოფს ჰაძაბეების მიერ მოხმარებული კალორიების უმეტესობას, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როდესაც ნადირობა არ არის პროდუქტიული. ბავშვები დედებსა და ბებიებს ადრეული ასაკიდანვე ახლავთ, თავიდან მხოლოდ აკვირდებიან, შემდეგ ტარებაში ეხმარებიან და საბოლოოდ დამოუკიდებლად აგროვებენ. 10 ან 12 წლის ასაკში ჰაძაბე გოგონას უკვე აქვს მთელი საჭირო ცოდნა საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად. ჰაძაბე მონადირეები დღეში საშუალოდ მხოლოდ 3-დან 4 საათს ხარჯავენ საკვების მოპოვებაზე. ეს ეწინააღმდეგება პრიმიტიული ხალხის პოპულარულ სურათს, რომლებიც თითქოს განთიადიდან დაღამებამდე მხოლოდ გადარჩენისთვის შრომობენ. სინამდვილეში ბიოენერგეტიკულმა კვლევებმა რაღაც გასაოცარი გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო აქტიურები არიან ფიზიკურად ვიდრე ინდუსტრიული საზოგადოების ადამიანები, ჰაძაბეები დღეში დაახლოებით იმავე რაოდენობის კალორიებს ხარჯავენ. ეს ვარჯიშის პარადოქსი, როგორც მას მკვლევარები უწოდებენ, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის სხეული აქტივობის სხვადასხვა დონეს იმაზე რთულად ეგუება, ვიდრე წარმოგვედგინა. საკვების მოპოვებაზე დაუხარჯავი დრო ეთმობა დასვენებას, სოციალიზაციას, იარაღების შეკეთებას და იმ აქტივობებს, რომლებიც აძლიერებს თემურ კავშირებს. ჰაძაბეებმა არ იციან სტრესი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. მათ არ აქვთ ვადები. არ ჰყავთ უფროსები. არ აქვთ იპოთეკები ან გადასახდელი გადასახადები. მათი საზოგადოება რადიკალურად თანასწორუფლებიანია ფორმალური იერარქიებისა და სიმდიდრის დაგროვების გარეშე. გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება და ყველაზე წარმატებული მონადირეების აზრს წონა აქვს, მაგრამ არავის აქვს უფლება სხვას ბრძანება მისცეს. ეს სოციალური სტრუქტურა შეიძლება მკიფე ჩანდეს, მაგრამ მან არაჩვეულებრივი მდგრადობა დაამტკიცა. სანამ მკაცრი იერარქიებზე აგებული იმპერიები იბადებიან და ინგრევიან რამდენიმე საუკუნეში, ჰაძაბეები ათასწლეულების განმავლობაში ძლებენ.
მათი გამძლეობა სწორედ მოქნილობიდან მოდის. როდესაც რესურსები ერთ მხარეში იწურება, ისინი სხვაგან გადადიან. როდესაც ჯგუფის წევრი პრობლემური ხდება, ის უბრალოდ სხვა ჯგუფს უერთდება. როდესაც გარეგანი ზეწოლა იზრდება, ისინი უფრო შორეულ ადგილებში იხევენ და ქარიშხლის გადავლას ელოდებიან. კითხვა, რომელიც ყოველივე ამის თავზე ტრიალებს, გარდაუვალია. კიდევ რამდენ ხანს იქნება ეს შესაძლებელი? ჰაძაბეების დარჩენილი მიწები კვლავ პატარავდება. ახალი თაობები იმ ცდუნებების წინაშე დგანან, რომლებსაც მათი წინაპრები არასდროს იცნობდნენ. მობილური ტელეფონები შორეულ ბანაკებშიც კი ჩნდება, ტურისტების მიერ ჩამოტანილი ან გაცვლის გზით შეძენილი. ზოგიერთი ახალგაზრდა ჰაძაბე სოფლებში ცხოვრებას სინჯავს და გადაწყვეტს აღარ დაბრუნდეს. სხვები ბრუნდებიან, ხვდებიან, რომ ცივილიზაცია, რომელიც შორიდან ასეთი მიმზიდველი ჩანდა, ახლოდან ბევრად ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ჰაძაბეები, რომლებიც ჯერ კიდევ ტრადიციულად ცხოვრობენ, გულუბრყვილოები არ არიან გარე სამყაროს მიმართ. მათ იციან, რომ არსებობს საავადმყოფოები. იციან, რომ არსებობს სკოლები. იციან, რომ არსებობს სუპერმარკეტები, სადაც საკვები ხელმისაწვდომია მაჩვს ღარბის სოროებში შავმამბებთან დაპირისპირების რისკის გარეშე. და ისინი შეგნებულად ირჩევენ, გააგრძელონ ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობენ. არა უცოდინრობის, არამედ უპირატესობის გამო. ეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰაძაბეები არ არიან ისტორიის პასიური მსხვერპლნი. ისინი აქტიური სუბიექტები არიან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდნენ შეცვლის მცდელობებს და კვლავ ირჩევენ განსხვავებულ გზას. როდესაც მისიონერებმა სკოლები შესთავაზეს, ზოგმა ჰაძაბემ გაუშვა შვილები, ზოგმა კი უარი თქვა, მიიჩნია, რომ ცეცხლის დანთებისა და ნადირობის უნარი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უცხო ენებზე წერა-კითხვა. როდესაც მთავრობებმა მუდმივი სახლები შესთავაზეს, ჰაძაბეებმა მიიღეს მარაგი და შემდეგ სავანაში დაბრუნდნენ, როცა მარაგი გათავდა. როდესაც ტურისტები ეგზოტიკის გადასაღებად მივიდნენ, ჰაძაბეებმა ამისთვის საფასური მოითხოვეს და ფული დეითოგემ ჭედლებისგან ისრის წვერების საყიდლად გამოიყენეს. პრაგმატიზმი. ეს არის ალბათ სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ჰაძაბეების მიდგომას ცხოვრებისადმი. ისინი იყენებენ იმას, რაც მუშაობს და უარყოფენ იმას, რაც არ მუშაობს. თუ მობილური ტელეფონები სასარგებლოა, იყენებენ მობილურ ტელეფონებს. თუ ლითონის დანები უკეთესია ვიდრე ქვის დანები, იყენებენ ლითონის დანებს. მაგრამ ისინი არასდროს ტოვებენ იმ ფუნდამენტურ ცოდნას, რომელმაც ისინი 40,000 წლის განმავლობაში აცოცხლა. ისინი არასდროს წყვეტენ თავიანთი ბავშვებისთვის კვალის მიყოლის, ნადირობის, შეგროვების, გადარჩენის სწავლებას. მზე ჩადის ეიასის ტბაზე ისევე, როგორც ჩადიოდა 40,000 წლის განმავლობაში. ჰაძაბე ბავშვი ბანაკში ბრუნდება დაკაწრული ხელებით, ეკლებისგან დატოვებული ნიშნებით კანზე და ღიმილით, რომელსაც თარგმანი არ სჭირდება. არ არის ტროფეები. არ არის მედლები. მხოლოდ ხორცი, რომელიც იმ ღამეს 25 პირს გამოკვებავს. დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერები ათასობით კილომეტრს გადიან იმის შესასწავლად, რაც ამ ბავშვებმა უკვე სისხლში იციან. მკვლევარები დოკუმენტირებას უკეთებენ ტექნიკას, რომელსაც ვერცერთი სახელმძღვანელო ვერ ასწავლის. ანთროპოლოგები წერენ დისერტაციებს ცოდნაზე, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემა ერთი დაწერილი სიტყვის გარეშეც კი. მაგრამ, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაკვეთილი არა აკადემიურ კვლევებში, არამედ იმ კითხვაშია, რომელსაც ჰაძაბეების არსებობა გვისვამს, რა დავკარგეთ, როდესაც მიწა ასფალტზე გავცვალეთ, თემი კონკურენციაზე, ხოლო აწმყო დაგროვებაზე? 300 ადამიანი. ეს არის იმ ჰაძაბეების რაოდენობა, რომლებიც ჯერ კიდევ თავიანთი წინაპრებივით ცხოვრობენ. 300 მცველი იმ ცოდნისა, რომლის აშენებასაც კაცობრიობამ ათასწლეულები მოანდომა და რომელიც შეიძლება ერთ თაობაში გაქრეს. თითოეული ბავშვი, რომელიც მაჩვს ღარბზე ნადირობას სწავლობს, მხოლოდ ვახშამს არ უზრუნველყოფს. ის აცოცხლებს ბიბლიოთეკას წიგნების გარეშე, უნივერსიტეტს კედლების გარეშე მემკვიდრეობას, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის.